სამწუხაროდ ყოველ ზაფხულს აქტუალური ხდება ამინდების გამოსვლასთან ერთად იმ ადამიანების რიცხვმა, რომლებმაც სამედიცინო დაწესებულებას მზით დამწრობის გამო მიმართეს. მათი რიცხვი მხოლოდ ერთ თვეში 68-ს აღწევს. ამ სტატისტიკაში საინტერესოა ისიც, რომ მათ შორის ბევრი მამაკაცი ყოფილა. მედიკოსები კიდევ ერთხელ შეგვახსენებენ, რომ გარუჯვა დილის 11 საათამდე ან საღამოს 5 საათის შემდეგაა მიზანშეწონილი. კიდევ ერთი დეტალი, წელს გარუჯვის მოყვარულებმა, როგორც ჩანს, უარი თქვეს ლეღვის ნახარზე. ამგვარი ფაქტი ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა. მაწონიც კი წამისვამს, როცა ვიწვევი ხოლმე. მისილი დამილევია უბრალოდ. გამაყუჩებელი რომ გამოსულიყავი. მზისგან დამწრობას ტკივილგამაყუჩებლებით და ხალხური მეთოდით ებრძვიან, თუმცა შუადღისას გასარუჯედ მაინც გადიან. ეს კადრები ბათუმში დღის 3 საათზე გადავიღეთ. გამსვენებლების დიდი ნაწილი მზეს დამცავი საშუალებების გარეშე ეფიცხება. ამ პერიოდს იმიტომ ვირჩევ, რომ ამ დროს კარგად ვირუჯები, მუქდები. და მოკლედ ერთი სიტყვით ვშავდები რა. ამ დროს ზღვაზე იმიტომ გამოვედი, რომ ხვალ მივდივარ და მინდა გარუჯვა მოვასწრო. შუადღის მზეზე უარს ვერც თბილისში ამბობენ. ლისის ტბაზე გასარუჯა დასულებს იმედი აქვთ, რომ დამწრობისგან ღრუბელი დაიცავთ. ღრუბლიანი ამინდია და ჭრილის უამრავია, თუ ძალიან დაეჭერს გადავალთ. რადგან არ არის სიცხე, ხა მაინც და მაინც გავჩერდით ამის გამო. თუ იყენებთ მზისგან დამცავ საშუალებებს? არაფერს, საერთოდ არასდროს არ გამომიყენებია, მართალი რო გითხრა. თუმცა მაწვნის და ტკივილგამაყუჩებლის იმედად მყოფი მოქალაქეების ნაწილს ხშირად გაცილებით სერიოზული სამედიცინო დახმარება სჭირდება. დამწრობის ცენტრში პაციენტების რიცხვის ზრდაზე საუბრობენ. 70 პაციენტი შემოვიდა მზით დამწრობით, ანუ სოლარული დამწრობით, მათგან 17 დაჭირდა სტაციონარული მკურნალობა, რომ კლინიკაში მოთავსება, საბედნიეროდ მათი მდგომარეობა სტაბილურია, დანარჩენი დაქვემდებარა ამბულატორულ მკურნალობას, დაახლოებით 50% მამაკაცები, 50% მანძილოსნები, ყველაზე პატარა მათგანი იყო 14 წლის მოზარდი, ხოლო ყველაზე ხანდაზმული იყო 65 წლის ქალბატონი. მზისგან დამწრობამ შესაძლოა უფრო რთული პრობლემებიც გამოიწვიოს, მაგალითად კანის კიბო. ამიტომ დერმატოლოგები რუჯის მოყვარულებს რჩევას აძლევენ. ყველა შემთხვევაში, განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში საჭიროა კანი დავიცვათ მზის დამატებითი გამოსხივებისაგან. განსაკუთრებით უნდა დავიცვათ პატარა ბავშვები, რომელთა კანი თხელია, ამიტომ ის უფრო ადვილად ზიანდება. ბავშვები მზის დამცავი კრემებით, თუმცა ყველაზე კარგი დაცვა ეს არის ჩრდილი, ტანსაცმელი, ქუდი, სათვალეები. თუ გარუჯვაზე უარს მაინც ვერ ამბობთ, ექიმები გირჩევენ მზეზე დილის 11 საათამდე და საღამოს 5 საათის შემდეგ გახვიდეთ.